გამარჯობათ. ერთ ძველ რუსულ ფილმში არის ასეთი ფრაზა: ჩვენს დროშიო გამოჩნდა ბევრი სულელი, რომელიც ჭკვიანურ სიტყვებს ლაპარაკობსო. როგორც თუთიყუში ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს. უბრალოდ ამ ფრინველს აქვს უნარი დაიმახსოვროს ფრაზები გარკვეული თანმიმდევრობით. ზუსტად ასევე ცოდვით დაცემული ადამიანი იმეორებს ხოლმე სხვის სიბრძნეს, ისე რომ თვითონაც ვერ იაზრებს რა თქვა. ღმერთმა ადამს მიუყვანა ცხოველები. ადამი ჭვრეტდაო თითოეული ცხოველის შინაარსს და შესაბამის სახელებს არქმევდა. მაგრამ მადლი რო დაკარგა, აზროვნების უნარი დაუქვეითდა, განსჯის უნარი წაერთვა და შემდეგ ოდესღაც მეფედ დადგენილი ბუჩქებში ემალება ღმერთს. ესე ჰგონია, რომ ბუჩქებში დაემალება ღმერთს. ჩვენ როგორც ადამის და ევას დაზიანებული შთამომავლობა, ამ უბედურებას საკუთარ თავში ვატარებთ. ცხოვრებას ვიწყებთ ხოლმე გამზადებულ სამყაროში, სადაც სახლები აშენებულია, გზები დაგებულია, ინტერნეტი გაკეთებულია. გამზადებულად გვეძლევა ხოლმე მშობლები, მამული, ენა, სარწმუნოება. ყველაფერს ბავშვობიდან ვითვისებთ, როგორც აქსიომას, როგორც მოცემულობას. მაგრამ შემდეგ რომ გავიზრდებით, ყველაფერი უნდა გავიაზროთ და გავაანალიზოთ. თუ გაანალიზების გარეშე ვიღებთ ყველაფერს, ეს აკნინებს ჩვენი როგორც ადამიანების ღირსებას. თუ ადამიანი თუთიყუშს აჯობებს გონიერებით, აუცილებლად უნდა დასვას შეკითხვები და ეძებოს პასუხები. მაგალითად, იუდაიზმის მიმდევარს შეუძლია თავის თავს შეეკითხოს. ისტორიულად ცნობილია, რომ როდესაც იუდეველები შესწოდავდნენ, უფალი დასჯიდა ხოლმე მათ ტოლვილობით, ქვეყნის წართმევით, მტრების შემოსევით. ეს ადამიანები უნდა ფიქრობდნენ, რა დავაშავეთ 2000 წლის წინ ისეთი, რომ ამდენი ხანია სახელმწიფო არ გვგონია და რა ხდება დღეს, რომ გვაქვს. რასელის მიმდევარი წესით თავის თავს უნდა ეკითხებოდეს. ჩვენი რელიგიის მიმდევარმა 1914 და 16 წლებში დანიშნა ქვეყნიერების აღსასრული. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა და არაფერი არ ხდება. მზე ისევ ამოდის, წვიმა ისევ მოდის. და ეს ადამიანები უნდა ფიქრობდნენ, იქნება შეეშალაო მას რაღაც, ამ შეკითხვას უნდა სვავდნენ. ათეისტები არ ინტერესდებიან, თუ ღმერთი არ არსებობს, კაცობრიობის ისტორია რატომ იდის სახარების წინასწარმეტყველებათა შესაბამისად? ან რატომ ხდება, რომ დაკეტილ სახლში კარებები თვითონ იღება და იკეტება, რაღაც ხმები ისმის, თეფშები დაფრინავენ, ესეც დოკუმენტურად დასტურდება. დაკეტილ სახლში რეები ხდება ხოლმე, თუ იქ ეშმაკი დასახლდა. ისლამის მიმდევარს შეუძლია თავის თავს შეეკითხოს, რატომ ხდება, რომ ქრისტიანთა ღმერთი უფრო უფრთხილდება ისლამის მიმდევარს, ვიდრე ისლამის ღმერთი უფრთხილდება ისლამის მიმდევარს. ქრისტიანთა ღმერთი ქრისტიანებს მაჰმადიანებზე ეუბნება, თუ გაუჭირდაო დაეხმარე, თუ შეაო აჭამეო, თუ სყურია დაალევინე. ვინცო ბოროტს გიკეთებსო, შენ სიკეთე გაუკეთეო. და ისლამის ღმერთი მუსულმანების ნებისმიერ გადაცდომაზე. ეს არის სიკვდილი დასჯა. ხიჯაბი მოიხსნა, სიკვდილით დასჯა, ისლამი მიატოვა, სიკვდილით დასჯა,
რაღაც ისე არ თქვა, სიკვდილით დასჯა, რატომ ხდება, რომ ქრისტე უფრო უფრთხილდება მაჰმადიანებს, ვიდრე ალлахი? მართლმადიდებლურად მონათლულები არ ინტერესდებიან, რატომ არის საჭირო ლოცვა და მარხვა? თუ კაი კაცობა საკმარისია და საჭირო არ არის მოღვაწეობა, რა საჭირო იყო ღმერთის განკაცება, გოლგოთა? რატომ გვავალებს ჩვენ მოღვაწეობას? ადამიანები არ სვამენ შეკითხვებს, ამიტომ არ აქვთ პასუხები და მე გგონიათ, რომ პასუხები არ არსებობს. თუთიყუშის სინდრომმა შეგვძინა ექიმები, რომლებიც ფულს იღებენ და არ მკურნალობენ. ხელოსნები, რომლებიც 10 წლეულების მანძილზე რაიმე ერთ საქმეს აკეთებენ და ვერ სწავლობენ. ან ერთს აკეთებენ და მეორეს აფუჭებენ. პოლიტიკოსები, რომლებიც ღვთისა და ერის მიმართ ვერანაირ პასუხისგებლობას ვერ გრძნობენ, არც ესმით. მე რა რომ მინისტრი ვარ, რა შუაშია? ქვეყანა თავისთვის ცხოვრობს, მე ხელფასი უნდა ავიღო. როგორ ამოვიკითხოთ თუთიყუშის სინდრომი საკუთარ თავში? სხვისი კურნება კარგია, მაგრამ ხოჯობია ჯერ ჩვენ განვიკურნოთ. უფალმა თქვა, რატომ მეუბნებით უფალო და იმას არ აკეთებთო, რასაც მე გეუბნებით. თუ ხედავთ, რომ ჩვენი სიტყვები და საქმეები ერთმანეთს შორდება, ესე იგი ჩვენს გვჭირს ეს დამღუპელი თვისება. თუ ვქადაგებ მოწყალებაზე და გაცემა ვერ წარმომიდგენია. თუ ვქადაგებ ქვეყნის აშენებაზე და მზათავარ სამშობლო დავანგრიო, ოღონდაც კი ჩემი საბანკო ანგარიში შეივსოს. ესე იგი, მე არ მაქვს განსჯის უნარი, ჩემი თავისთვის სიკეთე რა არის, იმასაც ვერ ხვდები, არათუ სხვისთვის. თუთიყუშობა ეს არის განსჯის არარსებობა. განსჯის უნარი ეძლევა ადამიანს, რომელიც მოღვაწეობს. ეს არის წმიდათა სწავლება და იმას, ვინც მოიპოვა თავმდაბლობის ნიჭი. თუთიყუშობა მოდის ღვთისმცნების დარღვევიდან. შესაბამისად, რეალობაში დაბრუნება უნდა მოხდეს ღვთისმცნების დაცვით. ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი ხელოსანი, ვერც ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს თავისი საკუთარი კანონები, ღვთის კანონი ფეხებზე კიდია. ის ვერ მიხვდება, რა ჯობია, ვერ შეძლებს. ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ შეძლებს მიხვდეს რა არის კარგი. ყოველი თქვენი ცოდვა, ყოველი თქვენი მოწეული სიგარეტი, ყოველი დალეული ჭიქა ღვინო, ყოველი შეგინება, ყოველი ასტროლოგიური პროგნოზი, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული თუთიყუშობისკენ. ზოგადად ეს თვისება არის ფარისევლის თვისება. უფალმა ასე თქვა, ამბობენო და არ აკეთებენო. ევროპული ღრმა შეშფოთებაც აქედან მოდის, მზაკრობიდან და ორგულობიდან. ეს ფარისევლის მთავარი თვისებაა. ასეთი ადამიანები ძალიან ჭკვიანური, დამწუხრებული, ღრმად შეშფოთებული სახეებით ქადაგებენ ხოლმე რაღაც ჭკვიანურ ფრაზებს. სხვარგადასულ სისულელეს ძალიან ჭკვიანური სახეებით გვიქადაგებენ, თვითონაც ვერ ხვდებიან რა თქვეს და რა თქმა უნდა, ყველაფერს პირიქით აკეთებენ. საკუთარი თავის იძულება, რო ღვთის კანონი კანონად დავიდოთ. ღმერთმა რო თქვა არ დალიო, არ უნდა დალიოთ. ღმერთმა რო თქვა არ მოწიო, არ უნდა მოწიოთ. ვაიმე სუსტი ვარ, უძლური ვარ, არ უნდა მოწიოთ. გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან. ყველა ცდილობს ხოლმე, რომ ცხოვრებაში თავი გადაირჩინოს. ამიტომ, აი როგორც ხელოვნური ინტელექტია, აზროვნების იმიტაცია. აი, ChatGPT-ს რაღაცას რო დაუწერთ, ის წერს ხოლმე რომ ვფიქრობ. აზროვნების იმიტაციას ცდილობენ ხოლმე ადამიანებიც,
რომლებსაც ეს უნარი არ აქვთ. იმეორებენ სადღაც გაგებულ და დაზეპირებულ ფრაზებს, ინფლაცია ცუდია, ეკონომიკური ზრდა კარგია და თქვენ როცა ისმენთ ხოლმე ამას, აშკარად ჭკვიანურ რაღაცას ლაპარაკობს და რაღაც ტყუდებით ხოლმე. ის თვითონ ვერ ხვდება რა თქვა. იმიტომ რომ აქვს ცოდვით დაბლოკილი გონება. როგორც ერთი ვირუსი საკმარისია კომპიუტერისთვის, რომ მთელი სისტემა გათიშოს, ასევე ერთი ცოდვა, ერთი ცრუ აზრი. მაგალითად, ყველა რელიგია ერთ ღმერთს ადიდებს. უკვე საკმარისია, რომ ექიმაც, პოლიტიკოსმაც, ხელოსანმაც დაკარგოს რეალობის აღქმის უნარი. როგორც დაზეპირებული განტოლება, მოსწავლე რო ვერ ხვდება, მაგრამ ძალიან უნდა ჩათვლა. ვიმოღვაწეოთ, ვიშრომოთ, ღმერთი გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან. ღმერთმა გაგახაროთ.